Ready? Let's begin. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ვაშა ფინალში გადასვლას და ძალიან დიდი მადლობა. როგორ ხდება ხოლმე, ანუ მარტო გეგმა, რის მიხედვით გეგმა, ვინ გეხმარება, არც ინტერნეტიდან იღებ რაღაც ინფორმაციებს, როგორ იქნება ეს ახალ-ახალი ნომრები? ზოგადად ძირითადად სწავლას ვახერხებ ინტერნეტის მეშვეობით. ძირითადი მასალა ინტერნეტიდან ვსწავლობ, მაგრამ ნომრის დაგეგმავში უშუალოდ მე ვიღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, რჩევებს მაძლევენ, მაგალითად ხა პროექტის პარაგრაფში ძალიან დიდი რჩევები მომწეს ჩემმა ოჯახის წევრებმა, ძალიან დამეხმარეს ნომრის აწყობაში, ტექსტის მოფიქრებაში, მელოდიის მოფიქრებაში, ასეთვე სხვა ფოკუსის კომბინირებაში და საერთო ჯამში გამოდის, მგონი, არც თუ ისე ცუდი ნომერი. ნამდვილად, ამის შედეგი არის ის, რომ ფინალში ხარ უკვე. ფინალისტის რა იქნება, ამას მოდი მე ვიკითხავთ, მანამდე ეს კარტი ისე კარგად თამაშობს ჩვენ ხელში, რომ რას უპირებს გაგვაკეთებს. მე მინდა ჩვენ მაყურებელს ცოტა განსხვავებულად მივესალმო. დილამშვიდობის სრულიად საქართველო. და მინდა რაღაც პატარა ისტორია გამახსენა და ამასთან დაკავშირებით მოგიყვებით, ანუ ძალიან საინტერესო რამ გადახდა. რამოდენიმე დღის წინ თამაშობდი ჩემ მეგობრებთან ერთად პოკერს და ყველამ შეკრა ერთად პირი, რომ შენ ვინმე პოკერს გეთამაშება? როგორ შეიძლება? ახლო წრეში, სხვათა შორის ილუზიონისტები ძალიან პატიოსანი ხალხი ვარ თამაში, ძალიან ბევრს აქვს ესეთი შთაბეჭდილება, რომ ვიტყუობთ. სხვანაირად ერთ-ერთ არ ვიცი, მე არ გენდობა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პატიოსნად ვითამაშოთ, თუ ამას საწინააღმდეგოს არ ვხედავთ მოწინააღმდეგესაგან. და ასეთი რამ მოხდა, ჩემმა მეგობრებმა შეკრეს პირი და პოკერის დროს დაამერიკეს ძალიან უცნაური კარტები, ანუ 4 კარტი მქონდა სულ. და ამ 4-ვე კარტიდან უცნაური იყო ის, რომ 4-ვე იყო ცარიელი. აბსოლუტურად 4-ვე იყო ცარიელი. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერი არ მქონდა ხელში, მაგრამ რატომღაც მომჯობინე, რომ ცარიელ კარტებს ჯობია, რომ 4 ტუზი მქონოდა. რა თქმა უნდა, მეგობრებმა ინანეს. რა თქმა უნდა, ეს ხელი მოვიგე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისა, რომ მეკითხებოდნენ, კი, გასაგებია, რომ აქ ჩვენ გვაქვს 4 ტუზი, მაგრამ ცარიელი კარტები სადაც აიღო და მხოლოდ თამაშის შემდგომ, თამაშის ბოლოს ჩემს უკანა ჯიბიდან ამოვიღე 4 ცარიელი კარტი. უბრალოდ 4 კარტი ამოვიღე და ყველას ეგონა ეს, რომ ნამდვილად ცარიელი კარტები იყო, მაგრამ ეს ხომ ილუზია, იმიტომ რომ მე სინამდვილეს ჯიბეში მქონდა 4. ხელში მარტო 1 ცარიელი კარტი მეჭირა. დაგვეფნი. შვენიერი, კარგია, ესეთი ნომრები ჩვენც გვექნება მომდევნო ჩართვაში. წარმატებებს გისურვებთ პოკერში და შენ და შენს ირგვლივ დიდი მადლობა მოთამაშეებს. დროებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად